გამარჯობა, დღეს მინდა ვილაპარაკო სრულიად განსხვავებულ მოგზაურობაზე, იმიტომ რომ წინაზე ვისაუბრეთ, როგორ დადიოდა ქართველი კაცი სამხრეთ აფრიკაში თავგადასავლებს ეძებდა და დღევანდელი საუბრის თემა სრულიად სხვა იქნება, ეს არ იქნება სიამის გამო ან თავგადასავლების გამო მოგზაურობა, ეს შეეხება საკმაოდ მძიმე რეალობას და ადამიანს, რომელმაც ძალიან საინტერესო მემუარები დატოვა ჩვენს რეალობაში. აქ საუბარი მაქვს ომინდე, იგივე იოანე კორძაიას სვანურ ამბებზე, რომელიც ეხება მე-20 საუკუნეში სვანეთის ყოფას. დღეს სვანეთი ტურისტული ადგილი გახდა და ამიტომ ძალიან მარტივად შედარებით შეგვიძლია გასრიალებული გზით ავიდეთ სვანეთში, ნახოთ ეს მხარე და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ერთგვარი წარმოდგენა, რომ ეს ყოველთვის ესე იყო. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისტორიაში ახერხებენ იმას, რომ მიხვდნენ, რომ ისინი არიან ისტორიის მამოძრავებელი სუბიექტები, იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და წერენ, აღწერენ მათ მიერ დანახულ რეალობას, რაც შემდგომში ისტორიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ხდება. თუმცა რატო ისტორიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ეთნოგრაფებისთვის და ზოგადად დაინტერესებული მკითხველისათვის. ომინდე კორძაიას ამ მემუარებში ბევრი რამეა საინტერესო, მაგრამ განსაკუთრებით მომხიბლა ერთმა ფრაზამ, სადაც ის ამბობს, რომ აღნიშნავს უпростоრად, რომ სვანები ამბობენ ღარიბ ოჯახში მოზვერი მალე იხედნებაო. ეს ფრაზა, რომელიც შეიძლება ამ წიგნში ადამიანს მიეპაროს, სრულიად შეესაბამება მას, იმიტომ რომ ის აღწერს, როგორი გაჭირვება იყო სვანეთში და როგორი ყოფა იყო მე-20 საუკუნეში. ეს გაჭირვება არ არის ესეთი მარტივი სათქმელი სიტყვა, იმიტომ რომ ამ მემუარებში ჩანს ეს მიგრაცია, მაგალითად სვანების, რომლებიც შრომით მიგრაციას ეწევიან, სვანეთიდან ჩამოდიან ბარში და აქ უკვე სხვადასხვა ფიზიკურ სამუშაოში ერთვებიან და შესაბამისად ცდილობენ ნამდვილად ლუკმაპური მიაწოდონ საკუთარ ოჯახს. ეს ჩამოსვლაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ გზა არ არსებობს მაშინ, ამიტომ უწევთ ესეთი საცალფეხო ბილიკებით ლამის სიარული და შეიძლება ადამიანს განსაკუთრებით დღევანდელი პერსპექტივით გაგვიკვირდეს კიდევაც, რომ რა თურმე სვანეთიდან ზუგდიდამდე ჩამოსვლას სჭირდებოდა ლამის ერთი კვირა, იმიტომ რომ ესენი ესე განუწყვეტლივ მოდიოდნენ. გარდა ამისა, მოგზაურობისას როგორ ახერხებენ ისინი აი ამ საგზლის ორგანიზებას, ხო ერთ-ერთ ეპიზოდში უწერია ესეთი რამე, რომ მან დააწყვეს 30 პური, კიდევ რაღაც მისატანებლად და აი ამ შრომით მიგრაციაში ჩართული ადამიანებში ერთგვარი ტრადიცია იყო ესეთი, რომ ასაკოვანი ადამიანი, რომ მას ნაკლები ტვირთვი ჰქონოდა, მის სანოვაგეს პირველს ჭამენ, შესაბამისად მას ტვირთი უმსუბუქდება, ყველაზე ახალგაზრდას და შესაბამისად ენერგიული საგზავს, ყველაზე ბოლოს, ამიტომ ამ შემთხვევაში ლამის ზუგდიდამდე ატარა ამ კაცმა ეს თავისი სანოვაგე სვანეთიდან ბარამდე. გარდა ამისა, ომინდე კორძაია მნიშვნელოვან ამბავს აღწერს იმით, რომ როგორ არის სვანეთში ეს თემები ორგანიზებული, როგორ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა და როგორ არის მათ შორის ხშირად კონფლიქტები, რის გამო არის ეს კონფლიქტები და როგორ ახერხებენ აი მედიაციის საშუალებით ამ კონფლიქტების მეტნაკლებად მოგვარებას. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ აი ამ სოციალური სიდუხჭირე ადამიანების ურთიერთობას ასევე ძაბავდა და ხშირი იყო უთანხმოებები. ყვება იმ ამბავსაც, რომ როგორ არიღებდნენ მოგზაურე აი ეს შრომით მიგრაციაში ჩასულ ხალხს სხვები ღამის გასათენებლად, იმიტომ რომ ძალიან ესმის ამ ადამიანების, იმიტომ რომ იმდენი დადიოდა ზევითქვევით ამ მთაში, რომ ყველა რომ მიეღოთ ამას ვერც ერთი ოჯახი და ვერც მათი ეს სარჩო სანოვაგე ვერ აუდიოდა. ომინდე კორძაიას ეს მოგონებები კიდევ ერთი რამით არის მნიშვნელოვანი, რომელსაც საკმაოდ დიდი თავი ეთმობა, ეს არის სვანების გადასახლება ჩრდილოეთ კავკასიაში 1953 წლის შემდგომ, როდესაც
საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შემოუერთეს ორი რაიონი, ეს არის ქლუხორისა და ახალი ხევის რაიონები და ამ შემთხვევაში ომინდე კორძაია ცდილობს, რომ მან საკუთარი ბედი იპოვოს ზუსტად აი ამ ყარაჩაის ნაწილში, იმიტომ რომ 53 წელს ყარაჩაის სამხრეთ ნაწილი გახდა საქართველოს შემადგენლობაში. მას შემდეგ, რაც აქ მცხოვრები ადამიანები და ხალხი საბჭოთა კავშირმა ფაშისტურ გერმანიასთან კავშირის გამო გადაასახლა. ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი ის, რომ ომინდე კორძაია ამ ამბებს ყვება ძალიან ისე აზარტულად, ჯერ ერთი ძალიან რთულია სოფელი წვირმიდან გადახვიდე ჩრდილოეთ კავკასიაში და მას უწევს ნასკრას ხეობაში ჩამოსვლა და უკვე ნასკრას უღელტეხილით გადასვლა ჩრდილოეთით. ამ ამბების აღწერისას ის ყვება როგორ უჭირთ სიარული, იმიტომ რომ არ აქვთ დღევანდელი ენით ცოტა გაურკვეველიც კი არის, საძილე ტომრები არ არსებობს, კარავი არ არსებობს. ხშირად ეშინია იმისი, რომ ცხოველმა არ შეჭამოს და ანუ ქვის ქვეშ შედის, რომ იქ გამოიზამთროს, სიცივე, რომელიც დაღამებასთან ერთად მოდის და ეს ადამიანები, რომლებიც მუდმივად მიდიან ამ უღელტეხილზე. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი დაუქვემდებარე სამეგრე ზემოსვანეთს მაშინ და ამიტომ ეს რაიონი ვრცელდებოდა მათზე და ესენი ცდილობდნენ როგორღაც იქით გადასულიყვნენ და უკეთ ცხოვრება გაეუმჯობესებინა და ამას კარგად აღწერს, რომ ეს ამბობს, რომ ანუ მესტიაში დაირხა ხმა, რომ იქ სახლები არის თავისუფალი და შეუძლიათ ამ სახლებში ჩავიდნენ, დაიკავონ და გააგრძელონ ჩვეულებრივი ცხოვრება და ეს ოჯახი, სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობს და სადაც დემოგრაფიულად სიმჭიდროა, ეს მათთვის ერთგვარი შვებაა, რომ აი აქედან გავიდნენ და ამ გადასახლებული ყარაჩაელების სახლებში უკვე თვითონ შესახლდნენ და გააგრძელონ ცხოვრება. რო გითხრათ, რომ რამე ემოციური ბმა არსებობს აი ამ გადასახლებულ ხალხთან და ასე შემდგომ, ეს ამ მემუარებში არ ჩანს. უბრალოდ ეს მათთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა აი ამ რაღაც სიდუხჭირეს დააღწიონ თავი და გადავეგდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ დროს არის კონფლიქტები, იმიტომ რომ ყველას უნდა უკეთესი სახლი, უკეთესი ეზოკარი და ასე შემდგომ და ყველა ცდილობს, რომ ანუ ჯერ კონკურენცია მიდის უკეთესზე და მერე ხარისხობრივად დაბალზე. ეს ამბები ძალიან მალე მთავრდება დაახლოებით 10-12 წელიწადში ეს სიტუაცია რადიკალურად იცვლება და გარდა ამისა ამ ომინდე კორძაიას მემუარებში მნიშვნელოვანია როგორ ხედავს ის აი ამ გზის მშენებლობას, რომელსაც ჩვენ ახლა დავდივართ სვანეთში და ერთი შეხედვით ძალიან მარტივია ეს გზის მშენებლობა, მაგრამ ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სწორიც არის, იმიტომ რომ ამ გზამ რეალურად აი ამ სვანეთს სრულიად სხვა ელფერი შეჰმატა და სრულიად სხვა რეალობის წინაშე დადგა სვანეთი, მაგრამ ეს გზის მშენებლობა მარტივი პროცესი არ არის, ამიტომაც ეს შრომითი ბრიგადები, რომლებიც იქნება ამ გზის ასაშენებლად, ხშირ შემთხვევაში აი ამ აფეთქებების საშუალებით ანგრევენ კლდეს და მერე უკვე ადამიანები შედიან, აფართოებენ გზას და მერე ხდება აი ამ გზის ფორმირება. ამიტომ ომინდე კორძაიას ეს მემუარები მნიშვნელოვანია იმით, ვნახოთ როგორ შედის ეს საბჭოთა ინფრასტრუქტურა სვანეთში, როგორ უახლოვდება, როგორ ხდება ამ მხარის ჩართვა მერე სხვა დანარჩენ მხარეებთან უკვე ინფრასტრუქტურულად. და რა თქმა უნდა ეს საბჭოთა პოლიტიკა როგორ შედის სვანეთში, ეს არის კოლმეურნეობების მოწყობა, სკოლების მოწყობა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდგომ, იმიტომ რომ მემუარებში რამდენჯერმე არის ნათქვამი ეს ამ კაცს თავად ერთი კლასის განათლება ჰქონდა, მეორე კლასში იყო, როდესაც სკოლიდან გამოიყვანეს და მამამისის სკივში ინახებოდა ნუსხახუცურად დაწერილი წიგნები და ის ვერ ერკვეო, არ იცოდა როგორ წაეკითხა ეს, ამიტომ ცდილობდა რომ სვანეთში მყოფ მღვდლებს, რომლებსაც ტოტალური შიში აქვთ, ამიტომ ეკლესიასთან ახლოსაც კი ვერ მიდიანო,
მათგან ესწავლა როგორღაც ეს ხუცური, რომ მე წაიკითხა ეს წიგნები, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ მღვდლები ძალიან შეშინებულები არიან. მე მოგვიანებით ის ახერხებს მაინც ეს ისწავლოს, მაგრამ აი ეს შიში, რომელიც არის სვანეთში ერთი მხრივ, მეორე მხრივ ეს საბჭოთა მოდერნიზმი, რომელიც შემოდის სვანეთში, ეს ძალიან კარგად აქვს მას აღწერილი. აგრეთვე აქვს აღწერილი ისეთი ერთი შეხედვით ბანალური ამბები, როგორიც არის მაგალითად ფეხსაცმელი, იმიტომ რომ თავიდან თუ ეს ტრადიციულ ქალამნებს ატარებენ, რომლებიც აი ამ ყინვაში და კლიმატურ პირობებში ძალიან რთულია ამით გაძლება, აი ამ გზის მშენებლობასთან ერთად მასობრივად ჩდება ეგრეთ წოდებული ეს მანქანის საბურავის ძირიანი ფეხსაცმელები, რომელიც ძალიან უხეშია, მაგრამ მეორე მხრივ რეზინაა, წყალს არ ატარებს, უფრო იმას ჯობია, რაც ადრე იყო და მნიშვნელოვანია ის ამბებიც, რომ ეს ომინდე კორძაი ამ ამბების თხრობისას ეს ძალიან სოციალისტია ეს კაცი, ამბობს, რომ ყოფის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანებს შორის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, უფრო სოლიდარული, უფრო თბილი გახდა და აი ამ სიდუხჭირის მიუხედავად ეს ადამიანი ესეთი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ შევხედოთ გეოგრაფიულად დღესაც ძალიან შორსა ამ თებშია ეს მხარე, ამ კაცს მართლა ერთი კლასის და ნახევრის განათლება აქვს და მიუხედავად ამისა ის ხვდება თუ როგორ იცვლება ისტორია მის თვალწინ და აი წერს აი ამ მოგონებებს და წერს თან სვანურ ენაზე, რომელსაც შემდგომში უკვე თარგმნიან ქართულად და გამოიცემა სულ რამდენიმე წლის წინ. ამიტომაც მსგავსი მემუარები მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს მემუარები, იმიტომ რომ ამას არ წერს ან აკადემიური პერსონალი, ან სოციალურად დაწინაურებული ოჯახის შვილი, არა, ამას წერს უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ნიჭით, განგების მომადლებული უნარით გააცნობიერა, რომ ხო ის საჭიროა ამ წუთას და მან უნდა დაწეროს და აღწეროს ეს სვანური ამბები. რა თქმა უნდა, სვანეთის შესახებ ამ პერიოდში ბევრი ეთნოგრაფი დადიოდა, ბოლო-ბოლო ეგნატე გაბლიანის შესანიშნავი ეს ჩანაწერები არსებობს სვანეთზე, მაგრამ ეგნატე გაბლიანი ეთნოგრაფია და იცის ეს მეთოდოლოგია. და მსგავსი ნაწერები აი ამ მემუარულ ლიტერატურას უფრო განსხვავებულად ღირებულს ქმნის, ამიტომ ამაზე ყურადღების გამახვილება ღირს, რამდენჯერმე წაკითხვა ღირს და მე ამაზე საუბარიც.